Როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბოიკოტის დრო დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა ყოველკვირეულ Facebook Live-ში განაცხადა, რომ ოცნება შესაძლოა იძულებული გახდეს არჩევნები დანიშნოს, რასაც ოპოზიცია და საზოგადოება მომზადებული უნდა დახვდეს. მისივე თქმით, პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საარჩევნო კანონმდებლობა უფრო დემოკრატიული გახდეს. შეიძლება იძულებული გახდეს ეს რეჟიმი, რომ დანიშნოს არჩევნები. როდის იქნება, როგორ იქნება, კიდევ ერთხელ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ არჩევნები არის სხვადასხვა ფორმით. აქ არჩევნები აღარ უნდა იყოს ის არჩევნები, რაც გავიარეთ. ნდობით, რომ ჩვენ ვიქნებით დაცული, რომ ის ელექტრონული ფორმა არჩევნების იქნება დაცული, ყველაფერი არის გადასამოწმებელი, ყველაფერზე უნდა ვიბრძოლოთ, დაწყებული უცხოეთში ხმების დასაბრუნებლად, ყველაფერი იქნება ბრძოლა. ეს არ იქნება ჩვეულებრივი პარტიული არჩევნები. ოპოზიციის ალიანსში ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა იმ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომელიც 9 პარტიის ერთობამ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ გააცნო. მათ შორის საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესის ცვლილებაზე, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნებასა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის გამკაცრებაზე, რაც შეეხება ლელოსა და გახარიას პარტიას. ისინი ხელისუფლების შეცვლის გზად სწორედ არჩევნებს ასახელებენ და სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ პოზიციას მიესალმებიან. მნიშვნელოვანია, რომ უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი. ბრძოლაზე უარის თქმით, ქართული ოცნების შეცვლა იქნება შეუძლებელი. ამიტომაც გამოსავალი ძალიან მარტივია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ველზე, პროტესტში, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას აწყობს ნიჰილიზმი, უნდობლობა არჩევნებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს აწყობს, რომ არსებობდეს თავისუფალი საარჩევნო ველი და ოპოზიცია დარჩეს თვითიზოლაციაში. მე ძალიან მიხარია პირველ რიგში ის, რომ ქალბატონი სალომე საბოლოოდ ჩამოყალიბდა და მიხვდა, რომ არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ეს არის ის, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვცდილობთ რა გვეხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ამიტომ მივიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ეს იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე სხვებთან ერთად სამწუხაროდ მოუწოდებდა ადამიანებს ბოიკოტისკენ და 4 ოქტომბრის დამხობის აქციაში მონაწილეობისკენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა მისესალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა უკვე თვლის, რომ ნამდვილად არჩევნები არის ერთადერთი გზა, რაც ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ნათელი და მკაფიო იყო. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. ვიდრე ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით სტრატეგიაზე მსჯელობს, ოცნებაში ამბობენ, რომ ცვლილებები არ იქნება. ივანიშვილის გუნდი არც პარტიების აკრძალვაზე აპირებს უარის თქმას. 2028 წელს საპარლამენტო არჩევნები გვაქვს წინ, რომელიც ჩატარდება ზუსტად იმავე კანონმდებლობით, რა კანონმდებლობაც ახლა დღეს მოქმედებს, რაც სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან, ევროპულ ხარტიებთან და ყველანაირ პრეცედენტულ სამართალთან და მეტიც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ გაცილებით უფრო დახვეწილია ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა და ამავდროულად პრაქტიკა, ვიდრე ეს არის მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაშიც კი. ამავდროულად რაც შეეხება სარჩელს, ჩვენ რა თქმა უნდა საჯარო სხდომაზე და შევეცდებით რომ დავადასტუროთ თუ რატომ არიან ისინი არაკონსტიტუციური. მოქალაქეების ნაწილი, ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას თითქმის 2 წელია ითხოვენ. ისინი ქვეყანაში არსებული კრიზისის დასრულების გზად პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად სწორედ ახალ არჩევნებს ასახელებენ.